საღამო მშვიდობისა. ეთერშია ტელეკომპანია Real TV, გადაცემას ინტერვიუ უკვე შალვა ლონდარიძე უძღვება. არის თუ არა ზურაბ ნოღაიდელი ფინანსური აფიორაში მხილებული და რატომ ედავებიან მას თავისივე ყოფილი უკვე თანაპარტიელები. ამ კითხვას დღეს სერგო ჯავახიძე უპასუხებს, ადამიანი, რომელიც პრემიერის ფავორიტი იყო. მას რამდენიმე წუთში გავესაუბრებით, მანამდე კი ინტერაქტივი ჩვენს ტელემაყურებელს. იყავით მზად და მონაწილეობა მიიღეთ ჩვენს მიერ დასმულ კითხვასთან დაკავშირებით. არის თუ არა ნოღაიდელი სიძუნწე მისი პოლიტიკური კრახის მიზეზი. ტელეფონის ნომრები სამივე შემთხვევაში თქვენთვის არის უცვლელი. თუ თქვენ ფიქრობთ, რომ მისი სიძუნწე სწორედ გამოიხატება იმაში, რომ ასე ვთქვათ, გარკვეული ფინანსური დავალიანები მას ახლავს თანაპარტიელებთან და სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რომ დღეს უკვე ნოღაიდელი არის ბანკროტი ფაქტობრივად, დარეკეთ ტელეფონის ნომერზე 43-43-01. თუ თქვენ მიგაჩნიათ, რომ ეს კითხვა არანაირ კავშირში არ არის და არ ფიქრობთ და განსხვავებულია თქვენი ფიქრი და მოსაზრება, პოზიცია ამასთან დაკავშირებით, დარეკეთ უკვე განსხვავებულ ნომერზე 43-43-02. და ბოლოს ეგრეთ წოდებული შუალედური პასუხის შემთხვევაში ტელეფონის ნომერია 43-43-03. ბატონო სერგო, საღამო მშვიდობისა, დიდი მადლობა დღევანდელი ინტერვიუსთვის და დავიწყოთ ჩვენი საუბარი. პირველი რაც მინდა ვიკითხო და მაინტერესებს ტელემაყურებელთან ერთად არის ის, რომ ადამიანი, რომელიც თქვენ იყავით ფავორიტი ბატონი პრემიერ-მინისტრის, ყოფილი პრემიერის ბატონი ზურაბ ნოღაიდელის და წინას ასე ვთქვათ არჩევნებში, ადგილობრივ არჩევნებზეა საუბარი, თქვენ იყავით მესამე მასივში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი. რამდენიმე თვეა უკვე ხაზგასმით მინდა ეს დავაფიქსირო, რომ მართავთ ბრიფინგებს, პრესკონფერენციას არაერთს და პრეტენზიას უყენეთ ბატონ ზურაბს იმასთან დაკავშირებით, რომ მან გარკვეულ ასე ვთქვათ ფინანსურ მაქინაციებში მიიღო მონაწილეობა, რომელიც არის პასუხს გასაცემი თქვენი მხრიდან. მე მაინტერესებს, რატომ გაიყო თქვენი გზები და რა შეედავებით მას კონკრეტულად კიდევ უფრო რომ დააკონკრეტოთ. დიდი მადლობა. მე შევეცდები მაქსიმალურად მოკლედ, მაგრამ გავლილი პერიოდის რაღაცა ანონსი გავაკეთო, რაც ხდებოდა და შევახსენო ჩვენს ტელემაყურებელს, რა ხდებოდა ჩვენს პარტიაში, რა ხდებოდა 2011 წლის იანვარში, როდესაც ჩვენი პარტია პრაქტიკულად გაიყო და უფრო სწორედ 2/3 დადგა იმ პოზიციაზე, რა პოზიციაზე ჩვენ მიდექით და შესაბამისად იუსტიციის სამინისტრომ მიიღო აბსოლუტურად კანონიერი გადაწყვეტილება და პარტიის რიგარეშე ყრილობა ლეგიტიმურად ცნო და მოგვცა რეგისტრაცია. მას შემდეგ ჩვენ როგორც პარტია, კვალიფიციური პარტია, მაქსიმალურად ვცდილობთ შევინარჩუნოთ ჩვენი პარტიის სტრუქტურები, რომლებიც პრაქტიკულად დაშალა და დაანგრია ზურაბ ნოღაიდელმა და მაქსიმალურად შევძლოთ იმ თანხების და იმ დავალიანებების გასწორება ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში. თქვენ კარგად გესმით, რომ ჩვენ კვალიფიციური პარტია ვართ და რაღაცა ბიუჯეტის დაფინანსებას გავგაჩნია და ყველა იმ ადამიანს იმის დამიხვედრით ის როგორ უჭირს ეს არნაზღაურება ნელ-ნელა დავაფაროთ, მაგრამ პარალელურ რეჟიმში ჩვენ გვაქვს რამოდენიმე პროცესი დაწყებული ზურაბ ნოღაიდელის წინააღმდეგ, მათ შორის ორი პროცესი უკვე ჩვენ სასარგებლოდ გადაწყდა და ჩვენ ვცდილობთ, რომ ეს ყველაფერი მივიყვანოთ ბოლომდე და ჩვენს მიერ აღებული პასუხისგებლობა ამ ხარხის წინაშე, უფრო სწორედ ზურაბ ნოღაიდელის მიერ აღებული პასუხისგებლობა ხარხის წინაშე, რადგან ჩვენ ვართ იურიდიულად მემკვიდრე მოძრაობა სამართლიანი საქართველოსი და მათ შორის ზურაბ ნოღაიდელი ჩვენი გამგეობის წევრია და მე არაერთხელ მithქვამს, რომ მანამდე იქნება ჩვენი გამგეობის წევრი, სანამ ბოლო თეთრი არ იქნება გასტუმრებული ჩვენი ამორჩევლისა და ჩვენს პარტიაში დასაქმებული ხალხის მიმართ. და გავიხსენებ მოკლედ იმ დეტალებს თუ რა ხდებოდა. აქ ცოტა ადრინდელი პერიოდი დავიწყებთ, ეს იყო 2010 წლის სექტემბერში, როდესაც პრაქტიკულად გამოჩნდა მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ზურაბ ნოღაიდელმა პრაქტიკულად ყველას უარი უთხრა შესრულებული სამუშაოს ანაზღაურებაზე, ზაფხულის თვეში იძახდა, რომ ზაფხულის განმავლობაში ამ ყველაფერს დაფარავდა და როდესაც ზაფხული გავიდა, პრაქტიკულად მე სადაც მე ვცხოვრობ სახლში რაიონული ორგანიზაციების 100% რა პრაქტიკულად ყველანი ჩამოდიოდნენ და ჩემგან თხოვდნენ ერთ რამეს, რომ თქვა როგორც გამგეობის წევრს და როგორც მე გამგეობის წევრი ვიყავი წინა შემადგენლობაშიც, თხოვდნენ, რომ მომეწვია რიგარეშე ყრილობა და ეს საკითხები გაგვეხილა ყრილობაზე, თქვა, რატო არ იხდიდა ამ დავალიანებას. იმიტომ რომ ყველაზე დიდი პრობლემა იმაში მდგომარეობდა, რომ კარდაკარის შინაარსი რაც ჩატარდა
იყო ესეთი ძალიან მარტივი შინაარსის კარდაკარი სოციოლოგიური გამოკითხვა იყო პრაქტიკულად აღწერა მიმდინარეობდა ამ ამორჩევლების რაოდენობის და პრაქტიკულად ამისი დათვლა არ იყო. ნუ ახლა თუ კი რეგისტრირებული იყო 3 მილიონი ნახევარი ამორჩეველი, თქვათ რაღაცა სტატისტიკური მონაცემებიდან გამომდინარე, თქვათ 2 ნახევარზე 3-ზე რო გავყოთ, დაახლოებით იმდენი ოჯახი არსებობდა საქართველოში. ხა მე ამას რატო ვიძახი? იმიტომ ვიძახი, რომ თქვათ ზურაბ ნოღაიდეს, თქვათ მის თანაშემწეებს აბულაძეს, ანთელიძეს, ზურაბ ნოღაიდეს მოადგილე იყო ფინანსთა მინისტრობის დროს და ყოველთვის გვერდით ყავდა იცნობთ რომ ადამიანზეც ვაპარაკობ. გასაგებია. თვითონ ფინანსთა მინისტრი იყო ორჯერ და პრემიერ-მინისტრი. მე მგონი არ გაუჭირდებოდა იმისი დათვლა თუ რამდენი თანხა ჭირდებოდა ამ პროგრამის განხორციელებას. ხა ის დონორები თქვათ ვინც აფინანსებდნენ ზურას ან რა მნიშვნელობა აქვს საიდანაც ეს თანხები მოდიოდა თქვათ პარტიაში, მე მგონი არ იყო ძნელი დასათვლელი სიტყვაზე რა თანხა დაჭირდებოდა ამ პროგრამის ჩატარებას, მაგრამ საბოლოო ჯამში მოხდა ისე რომ სექტემბრის თვეში მე როდესაც ხალხმა ჩემგან მოითხოვა და მითხეს ყრილობის ჩატარება პრაქტიკულად აქედან ამ ადამიანების დიდი ნაწილი იძახდა და ყოველთვის მეც ვეთანხმებოდი რა თქმა უნდა მას რომ არ არსებობდა რომ ეს თანხა უბრალოდ არ ყოფილიყო. ეს თანხა იყო, მაგრამ რაღაც მიზეზების გამო არ გაიცა კონკრეტულ ადრესატებზე. ბატონო სერგო, ჩვენ რა თქმა უნდა განვაგრძობთ თქვენთან საუბარს, თუმცა მანამდე მე მინდა ტელემაყურებელს მივაწოდო ინფორმაცია, რომ ჩვენ დღეს გვინდოდა რომ ორივე მხარე ყოფილიყო წარმოდგენილი გადაცემაში ინტერვიუ. თქვენ დიდი მადლობა კიდევ ერთხელ მობრძანებისთვის, მაგრამ რაც შეეხება მეორე მხარეს, ობიექტურობა რომ დაცული ყოფილიყო, ხო, ვთქვათ პარიტეტები. ჩვენ დაუკავშირდით ბატონი ზურაბის, ასე ვთქვათ, მხარეს, მაგრამ მათ განაცხადეს, რომ ისინი თავს იკავებენ კომენტარისგან, სხვა დროს ნებისმიერ შემთხვევაში თუნდაც ბატონი პეტრე მამრაძე იღებს ხოლმე მონაწილეობას გადაცემაში, ის არაერთხელ ყოფილა ამ გადაცემის სტუმარი, პირდაპირ ჩართვის დონეზეც კი, მაგრამ დღეს მოკლედ მოხდა ისე, რომ მეორე მხარე თქვენი ოპონენტები თავს იკავებენ კომენტარისგან. ეს მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ წარმოდგენა შეექმნას ტელემაყურებელს, ჩვენ არ ვართ მიკერძოებულები. თქვენ ახსენეთ გადაცემაში ორი სიტყვა, ეს ჩავინიშნე კიდეც, იმიტომ რომ საინტერესო არის. ზურაბ ნოღაიდელმა დაშალა და დაანგრია პარტია. იყო ასეთი რამ ნათქვამი. მე მაინტერესებს ადამიანი, რომელიც ხელისუფლებას ემუქრებოდა ხელების დამტვრევით, რატომ უნდა აწყობდეს, რატომ უნდა ასურდეს ის, რომ დაშალოს პარტია. ამაზე მე მაქვს ჩემი სუბიექტური მოსაზრება. ალბათ ეს იმიტომ მოხდა, რომ არ ვიცი ახლა ალბათ ჭყალებში, მაგრამ მაინც უნდა ვეხმარო ეს ტერმინი. მისმა პატრონებმა მოითხოვეს მისგან ის, რასაც ჩვენგან ითხოვდა გულისხმობ რას. ზურაბ ნოღაიდელი იძახდა, ან უნდა მიიღო არჩევნებზე 51%, ან არა და მისთვის ამ არჩევნებში მონაწილეობა. მისი პატრონები ვინ არიან? არ ვიცი, ალბათ ის ხალხი, ვინც აფინანსებდა ამ კომპანიას და პარტიის საქართველოს გარეთ გულისხმობთ? დიახ, საქართველოს გარეთ გულისხმობ, იმიტომ რომ ზურაბ მოსკოვია ეს პატრონი. მოდით, მე მართლა არ მქონდა მაგასთან შეხება, ეს თანხები საიდან მოდიოდა, იყო შემოწირულობები, რა თქმა უნდა, პარტიის წევრებისგანაც, მაგრამ იყო ისეთი თანხებიც და ისეთი თანხებით რიგდებოდა რაღაცა გარკვეული კარდაკარის რომელიღაცა ნაწილში დარიგდა პროგრამები, რომელიც ჩემთვის ხელმისაწვდომი, როდესაც გახდა პარტიის ანგარიში, პარტიის ანგარიშიდან არ ხდებოდა. თუმცა თქვენი ვარაუდი, მე მინდა კიდევ ერთხელ დაფიქსირდეს, რომ იყო საქართველოს ფარგლებს გარედან დაფინანსება. დიახ. კი ბატონო. სხვათა შორის ის სამი თვე, არჩევნების შემდგომი სამი თვე, მხოლოდ მაგაზე ლაპარაკობდა ზურაბ ნოღაიდელი და მისი გარემოცვაც, რომ თურმე პრობლემას უქმნიდა ხელისუფლება, რომ ეს თანხები შემოეტანა, საზღვარზე ვერ გადმოხდათ, თორე აქამდე ეს დავალიანება არ იქნებოდა. და რაც შეეხება იმაზეც ერთ პატარა კომენტარს გავაკეთებ, ჩვენ ოპონენტებთან თქვით ბატონ შავა. პირველი შემთხვევა არ არის რა, ისინი არასოდეს არ მოდიან ჩვენთან პირდაპირ ეთერში, არ ჯდებიან, რამოდენჯერ მიყო ყრილობის შემდეგ აკუბარდიასთან დაპატიჟეს, მაგრამ არ მოვიდნენ ჩვენი მეორე მხარე, არ ჯდებიან, მხოლოდ პეტრე მამრაძის რამოდენიმე საგაზეთო ინტერვიუს მომყარეთ ამას, რომ ასე ვთქვათ, ის მხარე გაურბის თქვენთან შეხვედრას, მით უმეტეს საუბარს ძილობას და დასკვნების გამოდანას. მე გეტყვით, მაგალითად, გუშინ ჩემი წარმომადგენლები იყვნენ, გუშინ მიმდინარეობდა უკანონმდებლობიდან ნითობის გამოთხოვის საახსოვრო პროცედურა ნოღაიდელის ოფისში ლოვის 56-ში. ჩემი წარმომადგენლები მივიდნენ და უბრალოდ დაკეტეს კარი, აღმასრულებელი კი შეუსვეს, მაგრამ ჩვენთან ეგენი არასოდეს არ გამოდიან კონტაქტზე, არ გვხვდებიან.
არ ვიცი, ალბათ დამნაშავეები არიან და იციან, რომ არც ერთ კითხვაზე მათ პასუხი არ გააჩნიათ. როდესაც თქვენ ახსენეთ, რომ დაუშვათ იგივე სავარაუდოდ ეს რუსეთიდან იმართებოდა, ანუ დირექტივა, რომ ბატონ ზურაბს უნდა დაეშალა და დაენგრია პარტია თქვენ კიდევ ერთხელ. მე მაგას არ გულისხმობდი, ამას უბრალოდ მე მისი პატრონები ახსენეთ. პატრონები ახსენეთ, მაგრამ მოდი პირდაპირ ვიტყვი, კი, ეს ისედაც ნათლად ჩანს. რატომ უნდა დასჭიროებოდეთ ბატონი ზურაბის პატრონებს, რომ აი ეს გადაწყვეტილება საბოლოო ჯამში მიეღოთ? რა იყო მიზეზი, რომ მან პარტია, ასე ვთქვათ, ვერ აფუნქციონირა ისე როგორც საჭირო იყო? პრაქტიკულად აღმოჩნდა ის, რომ შეიძლება ზურაბ ნოღაიდელი ისიც შეიძლება და კითხვის ნიშნავს, რომ მაგაზე კარგი მენეჯერი იყოს, მაგრამ როგორც პოლიტიკოსი ზურაბ ნოღაიდელი აბსოლუტურად არაფერს არ წარმოადგენს და შესაბამისად ესეც დაინახეს მათმა და ნახეს, რომ ადამიანი ისეთ ნაბიჯებით მიდიოდა პირიქით ეს უფრო ნეგატიური იყო პარტიისთვის, ვიდრე პოზიტიური. თუნდაც ის განცხადება, რაც თქვენ თქვით, რომ ფეხებს დავამტვრევ და ხელებს დავამტვრევ. დღეს ესეთი განცხადებებით არ შეიძლება ხალხს ელაპარაკო და კი იცით გასაგებია. ბატონო სერგო, მაინტერესებს ალბათ ტელემაყურებელსაც თავისთავად, როდის დაიწყო განხეთქილება თქვენს შორის? აი ზუსტად არის მიზეზი ვითარდება და შესაბამისად თავისი შედეგი აქვს ამ ყველაფერს, ხო? სექტემბრის თვეში, როგორც თქვი, ჩემთან დაიწყო პარტიის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელებმა ჩამოსვლა და გადაწყდა, მე დამითანხმეს, სიმართლე გითხრათ, წინააღმდეგი ვიყავი თავიდან, რომ მე არ ვაპირებდი ამ ნაბიჯის გადადგმას და ბოლომდე მჯეროდა, რომ ზურაბ ნოღაიდელი არ დაიტოვებდა არც ერთი თავის თანაპარტიელის სვალს, მაგრამ სამწუხაროდ მე შევხვდი ზურაბ ნოღაიდეს, იმიტომ რომ უკვე ჩვენ შორის დაიწყოს მისვლა-მოსვლა ადამიანებმა და ადამიანი აცხადებდა მაშინაც, რომ თქვათ ეს იყო ვანო მირაბიშვილის დაკვეთა. და პირდაპირ ჩემს მეგობრებთან და ჩემს თანაპარტიელებთან ლაპარაკობდა, რომ თქვათ თითქოს სერგო ჯავახიძემ თქვათ ვანო მირაბიშვილის დაკვეთა შეასრულა, ან თქვათ რაღაცა აბა რა ფინანსებით უნდა გამეკეთებია ყრილობა და ან როგორ ვაპირებდი ამის გაკეთებას. თვლიდა ის ადამიანი, რომ ჩვენ დაგვაფინანსა ვიღაც თქვა ძალოვანმა სტრუქტურებმა და ზურაბ ნოღაიდელის საფუძველი ხო უნდა ქონდეს. არა, როდის იყო ზურაბ ნოღაიდელი და მისი გარემოც რამე საფუძვლით ლაპარაკობს. თქვენ ნახავთ, საფუძველი მათ არასოდეს არაფერზე არ აქვს, უბრალოდ ლაპარაკობენ. და მე შევხვდა, ავედი მასთან ოფისში, დაცვა იყო იქ, სხვა არავინ არ იყო. ავედი და შევხვდი, ჯერ შეხვედრის დროსაც უთხარი, რომ რა ვანო მირაბიშვილის აგენტებს ასე ხვდებით, ხო, რომ მომესალმა და რაღაცა და აბა სხვა რა უნდა მეფიქრა, გრძნობას ატარებდი ჩემი გადაგდება. მე მას უთხარი, რომ მხოლოდ ჩემი მიზანი იყო ის, რომ აი ეს ხალხი, რომლებიც დააქირავებია ამ ადამიანებს, გაესტუმრებია. იმიტომ რომ ყველა ადამიანს, ვინც მონაწილეობდა და დაქირავებული ყავდა ჩვენ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში, ყველა თავმჯდომარეს პრობლემები ჰქონდა, იმიტომ რომ ყველა მასთან მიდიოდნენ სახში თავმჯდომარეებთან, სწხოვდნენ რომ ამუშავა იანვრის თვეში, ამ ზამთარში და სოფლებში განსაკუთრებით დიდი პრობლემა იყო. და აქედან გამომდინარე, მე შემითანხმდა და მითხრა, რომ მომეცი გარკვეული პერიოდი, ეს იყო თვე ნახევარი მაქსიმუმ და არც ერთი თეთრი დავალიანება არ მექნება. და გავიდა ეს თვე ნახევარიც, მე არც შემიწუხებია, მე ხა კაცურ სიტყვას ვენდე ჩვეულებრივად და წამოვედი. ჩემი შემდეგი შეხვედრა იყო მასთან, რამოდენიმეჯერ შევხვდი, ჩემი შემდეგი შეხვედრა იყო მასთან ერთადერთი წინადადებით დასრულდა, რომ მე კი მოგეცი პირობა, მაგრამ მე ვთვლი, რომ შენთან დამნაშავე ვარ, მაგრამ მე ამ ხალხზე ფულის გადახდას არ ვაპირებ. უკვე მე პრაქტიკულად სხვა გზა არ მქონდა, გარდა ერთადერთისა, რომ მე ხალხს რა პირობაც მივეცი. მე ვუთხარი ამ ხალხს, თუ კი ეს ადამიანი დავალიანებას არ გადაეხდის, მე მოვიწევ. არ ვაპირებ, რატომ არ ვაპირებ? ეს იყო პრინციპი, დაუშვათ ის არის, ასე ვთქვათ, გაკოტრებული როგორც პოლიტიკურად, ასევე ფინანსურად სიტყვაზე, თუ რაში არის ეს? იცით როგორ იყო? სიძუნწე ვახსენეთ, ადამიანმა ოღონდაც ეს ფული არ გადაეხადა და დაიწყო პარტიის რიგითი წევრებიდან დაიწყო დისკრედიტაცია. მე არ გამიგონია რომელიმე პარტიიდან, განსაკუთრებით ოპოზიციური პარტიებიდან, რომ თქვათ, გამოსულიყოს პარტიის ლიდერი და ეძახოს, რომ თქვათ, კასპის რაიონში მყავდა 50 მოღალატე და აგენტებით იყო სავსე. თქვათ, ამ რაიონში იმერჯდა. პრაქტიკულად ყველა რაიონს პარტიის რიგით წევრებზე ლაპარაკობდა, რომ ესენი იყო აგენტები. მაგრამ მე ისეთი სიტუაცია წავიდა, რომ გადავიდა უკვე გამგეობის წევრებზე. არა, თავმჯდომარეებზე, უკვე თავმჯდომარე მონათლა მოღალატებად, იმიტომ რომ თუ კითხავდა თავმჯდომარეს, აი აქ ამ უბანზე რატო ვერ მოვიგეთ და რატო მივიღეთ ცოტა ხმა ის რო თქვა და თქვა ამ ადამიანმა კარგად არის მუშაობა, ის აგენტი იყო, მაგრამ მე თავმჯდომარეებს დაადო. ამას ამითაც არ დაკმაყოფილდა. მე უკვე გამგეობის წევრებზე დაიწყო, რომ აგენტები არიან. ხა ლადო ბოჟაძე თუ გახსოვთ ჩვენთან. გახსოვს. დიახ, ლადო ბოჟაძეზე გამოვიდა პირდაპირ მე არ ვიცი ძალიან გამიკვირდა ლადოსი პასუხი რატო არ გასცა, მაგრამ მე მის მაგივრად გავცემდი.
ლადო ბოჟაძე არანაირი აგენტი არ იყო, ლადო ბოჟაძე ყველა დავალებას ასრულებდა ხუთიანზე, რაც პარტიას ჭირდებოდა და როგორც ჭირდებოდა. რატომ გაჩნდა ასეთი ფობია? საბოლოო ჯამში ვიღაცა იყო აგენტი და ვიღაცა იყო რაღაცა მიზეზით ხო უნდა არ გადაეხადა ამ ანუ ეს იყო გადაბრალების პოლიტიკა საბოლოო ჯამში. ვერ ამუშავა პარტია ეფექტურად და მე არაერთხელ მithქვამს, იმდენად იყო ადამიანი ამით დაავადებული, რომ მე ხშირად მithქვავს ჩემ მეგობრებშიც, რომ მიგვეშვა, თავის თავსაც აგენტად გამოაცხადებდა, ოღონდაც ფული არ გადაეხადა რა ხალხისთვის. აი ესეთ სიტუაციაშია. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ და უბრუნდები, ის ფული, რომელიც ამ კარდაკარ პროგრამის დაფინანსებისთვის უნდა ყოფილიყო, მიღებული აქვს. იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ორჯერ ფინანსთა მინისტრს მის მოადგილეს არ გაუჭირდებოდათ იმისი დათვლა 70,000 უხდიდნენ. თუმცა საზოგადოებრივი კვლევისა და მარკეტინგის IPM-ს გოჩაც კიტიშვილის ორგანიზაციას 1200 ინტერვიუში 44,000 დავალიანება დაიტოვა, 36,000 გადაეხადა და 70 ლარი ამ შემთხვევაში 36 ლარია ერთ ადამიანს ერთ ოჯახში შესვლაზე. მაგრამ გოჩაც კიტიშვილმა გვიჩვილა ჩვენ ახლა როგორც მემკვიდრეს მისი ვალიც აქვს. არაერთი იურიდიული პირის ვალი აქვს, სტამბების ვალი აქვს დატოვებული, მაგრამ გამორიცხულია ესეთი შეკვეთა მიეცა ადამიანს და ხელშეკრულება გაეფორმება, ეს ფული რო არ ყოფილიყო. ეს ფული მე მიყვარს ერთი რამ, ბატონო სერგო და მინდა ხაზგასმით განვაცხადო ეს, რომ შარშან გადაცემაში ინტერვიუ, სხვა ფორმატით იყო ეს გადაცემა, თქვენ გახსოვთ ალბათ, მაყურებელიც იყავით და თანაპარტიელი ბატონი ზურაბის, ამტკიცებდა ხაზგასმით ბატონი ზურაბი იმას, რომ მან იშოვა საქართველოში არაერთი მილიონი და როდესაც მილიონერი თქვათ ვერ იხდის ელემენტარულ 36 ლარს, ეს არის ძალიან გასაოცარი ფაქტი. გასაკვირიც კი, თუმცა თქვენ ამბობთ, რომ კომენტარს აღარ გავაკეთებ. მანამდე შევახსენოთ ჩვენს ტელემაყურებელს ინტერაქტივის კითხვა, რომელიც აძლევს ყველა ტელემაყურებელს იმის საშუალებას, რომ საკუთარი პოზიცია გამოხატოს და დააფიქსიროს ჩვენთან ეთერში. Android-ისათვის შემოსული არის 340 სატელეფონო ზარი. ყველას დიდი მადლობა ტელემაყურებელს აქტიურობისთვის. 58% ჩვენი ტელემაყურებლისა ბატონო სერგო მიიჩნევს, რომ ბატონი ზურაბის, ასე ვთქვათ, გაკოტრება პოლიტიკურად არის სახასიათო, იმიტომ რომ ის არის, ვთქვათ, გამოიჩინა მას სიძულწე ამასთან დაკავშირებით, ფინანსურ საკითხებზეა საუბარი. 41%, ასე ვთქვათ, არის ამ აზრის წინააღმდეგი და 0.6% გამოირჩევა ეგრეთ წოდებული შუალედური პასუხით. კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო ტელემაყურებელს დღევანდელი კითხვა, ინტერაქტივი, არის თუ არა ნოღაიდელის სიძულწე მისი პოლიტიკური კრახის მიზეზი. ჩვენ განვაგრძოთ ჩვენი თემატური საუბარი, ინტერვიუ, გადაცემა და მინდა ასეთი კითხვა დავსვა. თავის დროზე, როდესაც შიდა პარტიულ სტრუქტურებში მოხდა არეულობა და განხეთქილება, გარკვეული წინააღმდეგობა შეიქმნა, თქვენ ბატონი ზურაბ ნოღაიდელი პარტიაში დატოვეთ, მაგრამ თუ შეიძლება ასე ვთქვათ, იერარქიული თვალსაზრისით ჩამოაქვეითეთ, ის იყო რიგითი წევრი. გამგეობის წევრი. კი ბატონო. მითასტურებთ ამ ინფორმაციას. რაც შეეხება ბატონ პეტრე მამრაძეს და კიდევ სხვა ადამიანებს, ისინი გაირიცხნენ. არათუ რიგითი წევრები, არამედ მთლიანად მოხდა მათი გარიცხვა პარტიის რიგებიდან. მაინტერესებს, რატომ მოხდა ისე, რომ ბატონი ზურაბი დარჩა თქვენი გადაწყვეტილების შესაბამისად პარტიის მაინც რიგებში და რატომ მოხდა აი ამ ადამიანების გარიცხვა? ბატონ ზურაბი თავიდან მე ვფიქრობდი და რომ გავდიოდით კონსულტაციებს ჩემს გამგეობის წევრებთან ერთად, ვფიქრობდი რამოდენიმე წევრი შეიძლებოდა მათ შორის პეტრე მამრაძეც დაგვეტოვებია გამგეობის წევრად, მაგრამ საბოლოო ჯამში აღმოჩნდა და მე მგონი აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება მიგვიღია, რომ მხოლოდ და მხოლოდ ზურაბ ნოღაიდელი დავტოვეთ გამგეობის წევრად და მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზეზის გამო, რომ ეს დავალიანებები გაისტუმროს და არც იფიქროს და არც როგორც ქონდა იდეაში და გამოვიდა რამოდენჯერმე თქვა რომ რაღაცა პარტიის ჩამოყალიბებას აპირებს, იმიტომ რომ სანამ ის ჩემი გამგეობის წევრია, მანამდე ჯერ არ მოუმართავს ჩემთვის განცხადებით და მე იუსტიციისთვის არ მიმართავს, რომ გაიყვანო გამგეობიდან. როგორც ჩემი მოძრაობის სამართლიანი საქართველოს გამგეობის წევრი, მას არ აქვს უფლება სხვა პარტიაში შეხოს და მით უმეტეს ჩამოაყალიბოს ახალი პარტია. და აქედან გამომდინარე, ის რასაც აცხადებს, ზუსტად იმ თემებს დავაბრუნდები, რომ თქვა მოძრაობა სამართლიან საქართველოს აყალიბებს, თქვა აპირებდა უკვე გაზაფხულზე ეხლა უკვე პარტია უკვე ჩამოყალიბებული უნდა ქონოდა, თქვა და აპირებდა რაღაცის ბრძოლას, ეს იყო სრულტყუილი, ისევ მასთან დარჩენილი ხალხის მოსატყუებლად, რომ რაღაცა იმედი კიდე დაეტოვებია, არის რაღაცა გარკვეული კატეგორია მასთან დარჩენილი, რომელიც ფიქრობენ, რომ დღეს ზურაბ ნოღაიდელი მათ ფულს მოსწევს. ეს არის ტყუილი, აბსოლუტურად ტყუილი. ზურაბ ნოღაიდელი კიდევ უბრუნდები სიძულწესთან დაკავშირებით. ძალიან ხშირად ვთქვა გამგეობის ხდომაზე და ძალიან ბევრი ადამიანის, მათ შორის პეტრე მამრაძე, რომ ყოველთვის იძახდა, რომ მე ჩემ ფულს თეთრს არ დავხარჯავ. აი 80 მილიონი დეკლარირებული საიდან აქვს, იმიტომ რომ ის თავის ფულს არ ხარჯავდა.
მიუხედავად ამისა, დავალებებს აძლევდა ის და ზურაბ ანთელიძე ჩვენ რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეებს, რომ დახარჯეთ თქვენი ფული, ის ესხეთ, თქვათ, ის გააკეთეთ და მე დაგიბრუნოთ, დაგისტოვებთ, მაგრამ ეს ყველაფერი სრულთხოვილი იყო. ფაქტია, რომ ბატონი ზურაბი არაპირებს ამ ასე ვთქვათ დავალიანების გადახდას, როგორც თქვენ აცხადებთ, საბოლოო ჯამში შედეგი რა შეიძლება თქვენ მიიღოთ უშუალოდ. კი ბატონო, ჩვენ ეს ვიცოდით, რომ არ გადაიხდიდა და აქედან გამომდინარე ჩვენ სამი სარჩელი გამომზადეთ ზურაბ ნოღაიდელის წინააღმდეგ. ერთი იყო და ეს არც იყო ალბათ და ეს არც გაუსაჩივრებია და პრეტენზია არც ქონია, ეს იყო ის რომ უკანონო მფლობელობიდან გამოგვეთხოვა ჩვენი სიმბოლიკა, ჩვენი დროშები, ჩვენი კომპიუტერული ტექნიკა, რომელიც პარტიის ბალანსზე იყო. და ეს პროცესი მოვიგეთ და ის ხელშეკრულებები, რაც ყველაზე მთავარია, რომელზეც არის აგებული ჩვენი მესამე სარჩელი. როდესაც მე საბანკო ანგარიშები ჩამივარდა ხელში, ნათლად ჩანს პირდაპირ 350,000 ლარი პარტიის ანგარიშიდან გადარიცხულია ზურაბ ნოღაიდელის. ამის დოკუმენტაცია გაგაჩნია. დიახ. 350,000 ლარი პარტიის შემოწირულობებიდან პარტიის კუთვნილი ფული გადარიცხულია ზურაბ ნოღაიდელის კუთვნილ ფირმაზე. სადაც ზურაბ ნოღაიდელი არის 100%-იანი დამფუძნებელი და ასე შემდეგ, მისია და მისი ოჯახისა. ეს არ არის პატარა თანხა. დაასახელებთ ამ ფირმას? კი, N კონსალტინგი. მე არც დამიმალია ძალიან ხშირად მithქვამს, ეს საჯარო ინფორმაცია ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ნახოს. N კონსალტინგი, სადაც ზურაბ ნოღაიდელია ერთპიროვნული დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორია ზურაბ ანთელიძე. მე ამ პროცესს ასე მაინც არ დავტოვებ. ამას მოყვა მე ვთქვათ ისეთი გახმაურებული რაღაცები, რომ თითქოს მე რაღაცა მაესტროსთან რაღაცა არა, უბრალოდ N კონსალტინგს და მაესტროს ჰქონდა ხელშეკრულება, რომ საეთერო დრო პარტია მისცემდა ფულს N კონსალტინგს და ჩვენ უნდა პარტიას უნდა გამოეყენებია მაესტროს საეთერო დრო. აი ესეთი სამკუთხედი იყო. რასაც ეროსი კიძმარიშვილიც მიდასტურებს და ეს ჩვეულებრივი იურიდიულად გაფორმებული ხელშეკრულებებია, მაგრამ ჩვენ მაესტროს საეთერო დრო არ გამოგიყენებია და პარტიიდან წავიდა 350,000. რა თქმა უნდა, მე ეს პრეტენზია მექნება და სანამ არ დავაბრუნებ ამ არამიზნობრივად გადარიცხულ ფულს ზურაბ ნოღაიდელის ფირმაში, მე ყოველთვის მექნება. რამდენად ადვილი იქნება ფულის დაბრუნება? რაც შეეხება ფულის დაბრუნებას, ახლა პრინციპში სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ საახსრულებლოს თავისი პროცედურები აქვს, თავისი კანონი არეგულირებს და მე მგონი ამას შეძლებენ. უბრალოდ ახლა ფულის დაბრუნება უფრო მე მგონია რომ ადვილი იქნება, ვიდრე ვთქვათ, რაც პირველ პროცესში მოვიგეთ უკანონო მფლობელებიდან ჩვენი ნივთებისა და ხელშეკრულებების გამოთხოვა, ვთქვათ, რომ ან დაკარგოს და ან არ გამოაჩინოს და ხო ფულთან დაკავშირებით უფრო მარტივი პროცედურები აქვს ეროვნულ საახსრულებელ ბიუროს, დააყადაღებენ ქონებას და თუ არ გადაიხდის ნებაყოფლობით, ამას აუქციონზე გაყიდიან. ბატონო სერგო, როდესაც გამწვავდა ურთიერთობა შიდა პარტიულ დონეზე და შემდეგ უკვე თქვენ მიიღეთ შედეგობრივად ის, რაც მიიღეთ და ბატონმა ზურაბმა თავისთავად, ხო? იყო თუ არა მაინტერესებს თუნდაც ერთხელ ცდელობა იმის, ან შემორიგების, ან დავუშვათ ფულადი რაღაცა შემოთავაზება, რომ იქნებ შევრიგდეთ, ან იქნებ რაღაცნაირად ეს საქმე დავასრულოთ ორივესთვის მომგებიანი გზით. იყო თუ არა? ეხლა ჩემთან გაუჭირდებოდა მაგ თემაზე ლაპარაკი, იმიტომ რომ სადღაცას გარკვეულ წრეებში კი იყო იმისთან ლაპარაკი, რომ თქვათ სამგორისა და ისნის რაიონში დავალიანებას თუ დაფარავდა და მე თუ გავეცლებოდი ამ პროცესს, მაგრამ მე მაგას ჯერ ერთი თავისუფლებას არ მიცემდი, მაგრამ რასაც თქვენ გულისხმობთ, მე ამაზე სპეციალურად მინდა მომავალში ალბათ ცოტა ხანში გავაკეთებთ განცხადებას და მართლაც იყო ანალოგიური ფაქტი ზურაბ ნოღაიდელმა შეეცადა, ალბათ ყველაზე მოკლე გზა მოირჩია, რომ პარტია შეერჩეოდა და ერთ-ერთი ცნობილი ადამიანი ჯერ მის სახეს და გვარს არ დავასახელებ და ის ადამიანები იყვნენ, ვისთანაც მივიდა ამ შემოთავაზებით, რომ შესთავაზა რაღაც გარკვეული თანხა, რომ რამოდენიმე გამგეობის წევრი გადაებირებია თავის მხარეს ზურაბ ნოღაიდელი ისედაც ჩემი გამგეობის წევრია იურიდიულად და თქვათ გადავერჩიეთ მე თავმჯდომარეობიდან და ზურაბ ნოღაიდელი აერჩიათ ისევ გამგეობის თავმჯდომარე. ესე იგი ვიდასტურებთ იმას. ვადასტურებ და მე ვპირდები საქართველოს მოსახლეობასაც და აგერ ტელემაყურებელსაც რეალტივის რომ მე ამ განცხადებას გავაკეთებ კონკრეტული გვარები და სახელების დასახელება. რატომ ახლა და რატომ შემდეგ? რაცითრა პირდაპირ ეთერია არ მონტაჟდება გადაცემა. მე მესმის, მაგრამ ის ადამიანი ვისთანაც შემოთავაზება იყო იმ ადამიანმა მე მთხოვა რომ მე თვითონ გამოვალ და მე თვითონ განვაცხადებ. მე ამას რაღაცები მოყვა ჩვენ გამგეობაში თქვათ ამის საფუძველზე რამოდენიმე ადამიანს დავაწერია განცხადება
რომ დაეტოვიათ გამგეობის წევრები, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ და მე თქვენს გაგპირდებით, რომ რამოდენიმე დღეში ეს განცხადება გაკეთდება კონკრეტული გვარებით და სახელებით. ჩვენს ეთერში იქნება ექსკლუზივი. კი ბატონო. დაპირება მივიღეთ. კი ბატონო. კარგი, დიდი მადლობა. რაც შეეხება დოკუმენტაციას ვხედავ მაგიდაზე წარმოდგენილია თქვენს მიერ, რა დოკუმენტაცია არის ეს, გავაცნოთ ტელემაყურებელს. პირველ რიგში ვისარგებლებ პირდაპირ ეთერით და ჩვენ ეს ინფორმაცია ჯერჯერობით არ ჩაგვიტანია რაიონებამდე, მაგრამ მე მინდა უთხრა რაიონებს, რომ ქალაქ თბილისის სამოქალაქო სასამართლოს კოლეგიამ მიიღო გადაწყვეტილება ჩვენ სასარგებლოდ, რომელიც არჩევით ჩვენ შევიტანეთ ზურაბ ნუღაიდელის წინააღმდეგ დავალიანებების შესახებ და უბრალოდ ჩამოვთვლი იმ რაიონებს, რომელთა მიმართებაში პროცესები მოვიკეთეს, არის თერჯოლის რაიონი, გორის რაიონი, საჩხერის რაიონი, ბორჯომი, კასპი, ლაგოდეხი, ტყიბული, ზესტაფონი, გურჯაანი, ჭიათურა, საგარეჯო, ლანჩხუთი, ვაკე, საბურთალო, სამგორი, ისანი, კწანისი, ხაშური, ქარელი, ქუთაისი და დედოფლისწყარო. და კიდევ არის კარდაკარის ტრენერების ხელფასები, რომლებიც ამაში მონაწილეობდნენ და სამეგრელოს რაიონიც არის, სამეგრელოს რაიონებიც არის. ამაში თანამონაწილე დანარჩენ რაიონებს, რომლებიც აქ არ ამოვიკითხე. ეს რაიონების თავმჯდომარეებმა ჩვენ არც ციები და არც მათ მიერ შესრულებული სამუშაოს ნუსხა არ ჩამოგვითვალეთ, უწყისი არ გამოგვიგზავნეს, აქედან გამომდინარე ჩვენ ვერ შევიტანეთ თვითნებურად სასამართლოში ეს არჩევი და აქედან გამომდინარე, ხა მე ეთოს გამოვთქვა ან უბრალოდ თვითონ მიმართონ და თავის ყოფილ თავმჯდომარეებს დააბრალო. ნუ ხა პარტია აღარ არის, მაგრამ ვინც ის ადამიანები დაიქირავა, მოსთხოვონ იმათ, იმიტომ რომ ჩვენ ეს პროცესი ამ ფორმით მოვიგეთ, მაგრამ საქმე რაშია? ჩვენ ეს არჩევი შევიტანეთ 18 თებერვალს. სასამართლო პროცედურებიდან გამომდინარე, იცით, როდესაც არჩევი შედის, აუცილებლად უწყება უნდა მიუდეს მოპასუხე მხარეს, თუ უწყება არ ჩაბარდა, თქვა სასამართლო ვერ ინიშნება, მაგრამ ამას აქვს გარკვეული პროცედურა. ხა მოსამართლე ზურაბ ნუღაიდელი და მისი გარემოცვა ყოველთვის თავს არიდებდა ამ უწყების ჩაბარებას. იმალებოდნენ კარებს არაღებდნენ, მე არა ვარ, მე ვერ ჩავიბარებ, ხელს არ აწერდნენ, როდესაც სასამართლო კურიერი მიდიოდა, მე მოსამართლე იღებდა გადაწყვეტილებას, რომ უბნის ინსპექტორისთვის გადაეგზავნა. უბნის ინსპექტორები ცდილობდნენ, რომ ეს გაეკეთებიათ, აქ არის ოქმები, მაგრამ ვერ აბარებდნენ ამ უწყებას და საბოლოოდ თქვათ ეს უნდა გამოქვეყნებულიყო, მაგრამ პოსტითაც იყო მცდელობა, მაგრამ ზურაბ ნუღაიდელის ოჯახის წევრები, ზურაბ ნუღაიდელის გარემოცვა ამ უწყებებს არ იბარებდა, მათ შორის თქვათ, რომ ქონოდათ საშუალება, რომ სიტყვაზე შესაგებელი შემოეტანათ. გავიდა ეს პერიოდი 18 თებერვლიდან დღემდე და ორშაბათს, როდესაც მე ამ განცხადების გაკეთება გადავწყვიტე და შევხვდი ჟურნალისტებს ბრიფინგი გქონდა სამშაბათს, ორშაბათს ჩვენ მივიღეთ სასამართლოსგან საჩივარი ზურაბ ნუღაიდელის მიერ შეტანილი ამ დაუსწრებელი გადაწყვეტილების საწინააღმდეგოდ და სთხოვენ მოსამართლე ბესიკ ბუგიანაშვილს, რომელმაც აბსოლუტურად კანონიერი გადაწყვეტილება მიიღო, იმიტომ რომ მაქსიმალურად ეცადა უწყებაც მიეტანა, მაქსიმალურად შეეცადა, რომ ყველა კანონის ყველა მუხლი გაეთვალისწინებია, მაგრამ მან რადგან ეს ვერ მოახერხა, ჩათვალა ჩაბარებულად, იმიტომ რომ ტელევიზიითაც ხშირად ცხადდებოდა და ზურაბ ნუღაიდეს ეხლა რო უკვე თქვათ, ყოველ დღე იმას ვაცხადებთ, რომ არჩევი შევიტანეთ ზურაბ ნუღაიდელის წინააღმდეგ და ეს პროცედურა სულ მიმდინარეობდა, მაგრამ ეს უბრალოდ თავის არიდება იყო და წარმოადგინა საჩივარი და ამ საჩივრით ითხოვს ამ განაჩენის გაუქმებას და საფუძვლად უდევს ორ საკითხს. ერთი საკითხია, რომ წარმოადგინა ბილეთები როგორ მიფრინავდა და მოფრინავდა მოსკოვში და ეს რა კავშირში არის? ნუ საპატიო მიზეზია, რომ მე საქართველოში არ ვიყავი და ესე არ ხდება. როდესაც უწყება მიუვიდა რომელიღაც რიცხვს, მან ეს ინფორმაცია მიიღო. სხვათაშორის ერთხელ უწყება მიუვიდა პირდაპირ ლოვის 56-ში ბრიფინგი ჰქონდა და სასამართლო კურიერი შევიდა და იქ შეუტანა, მაგრამ ეს ადამიანი მე არ ჩავიბარებ, სასამართლო ფეხებზე მკიდია და ნუ ასეთი ფორმით რადგან აკეთებდა, მოკლედ მოსამართლემ ჩათვალა ჩაბარებულად მოპასუხე მხარე, მათ შორის არჩევებს არ დაუძახია და დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ანუ ეს დოკუმენტაცია ბატონმა ზურაბმა მიიღო და გაფრინდა შემდეგ მოსკოვში. კი. და ეხლა ამ მოვლენების ფონზე, როდესაც საქართველოში ესეთი სიტუაცია იყო, 23 მაისს შეიტანა ეს საჩივარი და წარადგინა ეს მოსკოვში გაფრენის და მოფრენის ბილეთები და ითხოვს ამის საფუძველზე იმას გაუქმებას გადაწყვეტილებას. ჩვენი იმის საფუძველზე ითხოვს გაუქმებას, უკაცრავად დავაზუსტო, რომ მოსკოვში ვიყავი სიტყვაზე? ხო, არ ვიყავი საქართველოში. საქართველოში არ ვიყავი. დოკუმენტაცია შეიძლება ვნახო გავესნო. კი ბატონო, ეს არის ზურაბ ნუღაიდელის პასპორტის ასლი, ყველა ბეჭედი ინთარირებზე დომოდიდოვას აეროპორტში მიფრენის და გამოფრენისა. და
და კიდევ მეორე მიზეზი, ერთი მიზეზი ეს რომ თქვა საქართველოში არ იმყოფებოდა და ამას მარტივი გამოსავალი ქონდა, მას შეეძლო, როდესაც იყო შუალედებში, როდესაც ჩამოდიოდა ეს ინფორმაცია მისდიოდა, უბრალოდ მინდობილობა დაეტოვა თუ აი ესე მაინც და მაინც აუცილებელი იყო მისი მოსკოვში ყოფნა, მაშინ როდესაც აქ ყრილობა იყო და პარტია თავზე ენგრეოდა პაკონაია გარაზე მემორიალს ხსნიდა ზუსტად იმ დღეს და იმ რიცხვში, როდესაც ჩვენი პარტიის ყრილობა იყო და ეხლაც, როდესაც ასეთი მნიშვნელოვანი რაღაცა ხდება მის ცხოვრებაში, ყოველთვის მოსკოვშია. და მეორე მიზეზი, რის გამოც ითხოვს ამ სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმებას, ეს არის, რომ თურმე ლოვის 56-ში, სადაც რეგისტრირებულია და ჩვენი იურიდიული მისამართია პარტიის მისამართი, ეს არ ეკუთვნის ზურაბ ნოღაიდელს, ეს ზურაბ ანთელიძის ნაკირავებია და ამასთან არაფერი შეხება არ აქვს, თუმცა გუშინ რუსთავი ორი ჟურნალისტებიც იყვნენ აღსრულება მიმდინარეობდა ლოვის 56-ში და იძახის, რომ აქ თუ თქვენ ჩემთვის უწყება მოხდა და აქტოვებდით ხო? ეს ჩემი სამსახური არ არის, ეს არის ზურაბ ანთელიძის მიერ ნაკირავების. ნუ ახლა რამდენი აბსურდი უნდა თქვა ამ კაცმა უკვე არ არის. აქედან გამომდინარე, ბატონშავა, ჩემი მიზანი იყო ამ ნახდათ არ ვაპირებდი თქვა იმ პროცესები მიმდინარეობდა რაღაცა განცხადე, მაგრამ რო არ მიმართო მოსამართლეს არ შემიძლია და მოვითხოვ. არა, 8 ივნის უკვე ჩანიშნულია სასამართლო და სასამართლოზე უნდა განიხილოს ბესიკ ბუგიანაშვილმა მოსამართლემ დააკმაყოფილოს თუ არა ზურაბ ნოღაიდელის საჩივარი თქვა გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ. მე მოვითხოვ და ვარწმუნებ, რომ ეს არის აბსოლუტურად კანონიერი გადაწყვეტილება და აი ამ სისულელეების გამო რაც ზურაბ ნოღაიდელი ჩმახავს, ხო, გადაწყვეტილება არ უნდა გაუქმდეს. ეს არის ჩემი მოთხოვნა პირადად. გასაგებია. მე მინდა გაგესაუბრო თქვენ გასაგებია უკვე რაც თქვენმა პარტიამ განიცადა, ეს ბატონი ზურაბის ბრალი იყო თუ კიდევ სხვა ადამიანების თქვენ ამაზე ისაუბრეთ, რას აპირებს სამომავლო თქვენი პოლიტიკური პარტია. თუმცა პოლიტიკურ პარტიაზე, როდესაც არის საუბარი, ბატონი პეტრე მამრაძე სულ რამდენიმე დღის წინ ჩვენი გადაცემის სტუმარი იყო და მან განაცხადა, რომ საქართველოში არ არსებობს პოლიტიკური პარტიები, არიან პოლიტიკური ჯგუფები. კი ბატონო. უპასუხებთ ამ ამ შემთხვევაში ბატონი პეტრე მამრაძე რა გუნდშიც მოიაზრება, ის მართლა პოლიტიკური ჯგუფია და საქართველოში არის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც აკეთებენ პოლიტიკურ განცხადებებს. ბატონი პეტრე მამრაძე და მისი გარემოცვა ეგენი არიან ადამიანთა ჯგუფი, ჯერჯერობით, რომლებსაც, რა ვიცი, ხანდახან ვფიქრობ ხოლმე, მახსენდება ის წლები 90-იანი წლები, არაფორმალები არიან პრინციპში. პოლიტიკაში, არ ახლა საინტერესო შეფასებაა და შედარება. კი ბატონო, ადამიანები, რომლებსაც არავითარი იურიდიული ლეგიტიმაცია არ გააჩნიათ, მხოლოდ წავიდნენ და რაღაცა ფერის ბანერი ჩამოკიდეს და იძახიან, რომ თქვა ჩვენ მოძრაობა სამართლიანი საქართველო ვართ, ჯერ ელემენტარულ რაღაცა რეგისტრაციაზეც რო შეიტანონ განცხადება ორი ერთნაირი დასახელების პარტიას უბრალოდ არ დაარეგისტრირებს იუსტიცია და მე იძახონ, რომ თქვა იუსტიცია არაკანონიერ გადაწყვეტილებას. მე მეორე ზურაბ ნოღაიდელი ჩვენი გამგეობის წევრია. აქედან გამომდინარე, ეგ არის ჯგუფი ჯერჯერობით და პოლიტიკურ პარტიაზე პოლიტიკურ განცხადებებს მე მაგათ ლაპარაკში ვერ ხედავ. პეტრე მამრაძე აცხადებს და ყოველთვის ესეთ რაღაცებს აკეთებს, რომ მე არ ვიცი და მე ერთი ადამიანიც არ ვიცი, რომ თუ იმის დავალიანება აქვს და მე არ ვიცი ზურაბ ნოღაიდელი ერთი ადამიანიცა თუ იმის დალაპარაკებია და შეუთავაზებია თქვა სამუშაო შესრულებას პრობლემა. მე ვარ ის ადამიანი და პირადად ჩემთვის ვთქვამს, რომ ამდენს გადაუქმდა. თქვენი დავალიანება რამდენს წარმოადგენს? პირადად? კი ბატონო, პირადად. პირადად მე დაახლოებით 76,000 ლარი გადამახდევია რომ შემპირდა რომ მე 76,000? დიახ. და ეს თანხა თავისთავად აღარ ვიხდიო რა. და გინდაც დაებრუნებია ჩემთვის ეგ 76,000 ჩვენ მაგას უკვე გაციელებით მე თანხას თხოვს, იმიტომ რომ ეს მხოლოდ ისენ მოდი დავაკონკრეტოთ, რაში გითხოთ 76,000 ლარს შეიძლება დაუშვათ ბატონი ზურაბი გვიყურებს და მე დიდი იმედი მაქვს რომ უყურებს ამ გადაცემას, დარწმუნებული ვარ და მინიმუმ პრესსამსახური მაინც. და ალბათ ჩანაწერსაც ბუნებრივია მიართმევენ ბატონ ზურაბს და მაინტერესებს რომ თქვენ დააკონკრეტოთ რაში ედავებით აი ამ 76,000 პირადად მე თქვენ თავიდან გადაცემის დასაწყისში თქვით რომ მე ვიყავი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მე 12 ოლქში მესამე მასივში გეთანხმებით მაჟორიტარობის კანდიდატი თქვათ მე შემეძლო ჩემი საარჩევნო პროგრამა და ჩემი საარჩევნო კამპანია მეწარმოებია ისე როგორც
მე მინდოდა. მე იმას ვერავის ვერ მოვთხოვ, რომ სიტყვაზე მე სერგო ჯავახიძემ ჩემი საარჩევნო კამპანიის დროს თქვა წავედი და ვიღაც ადამიანთა ჯგუფს სიტყვაზე მივეცი ბენზინის ფული. მე ამ ფულს ვერც მოთხოვდი ზურაბ ნუღაიძეს და არც არავის არ დავავალდებოდი, იმიტომ რომ ეს არის ჩემი ნება და მე კეთილინების საფუძველზე ფულს არ ითხოვთ, მაგრამ რაც შეიძლება უშუალოდ აი ეს თანხა იქიდან გამომდინარეა, რომ სხვათა შორის 25 ერთმანდატიანი ოლქი იყო თბილისში, მათ შორის ისან სამგორში იყო 7 ერთმანდატიანი ოლქი, სადაც იყო პრაიმერის დავალიანება, რომელიც ეროვნულმა საბჭომ გააკეთა, ეროვნულ საბჭოსთან ერთად გააკეთა, გახსოვთ, ზვია ძიძიგუბანოვ და კობა დავითაშვილმა პირველივე დღეს თავის მხარდამჭერებს და დაქირავებულ ადამიანებს გადაუხადეს თანხა. ფული მიიღეს ამის ყველამ აბსოლუტურად. ბატონის ზურაბის მხრიდან? არა, თვითონ ზვიადმა და თვითონ კობამ თავისი დაქირავებული ხალხი თვითონვე დააფინანსეს. გულისხმობ კონსერვატულმა პარტიამ, ხალხის პარტია, ზურაბ ნუღაიძემმა თავის ხალხს ფული არ მისცა. მე არ ვიყავი ვალდებული, მაგრამ პირადად სერგო ჯავახიძე 7 რაიონში ვთქვათ, ზურაბ ნუღაიძის მიერ მოგონებული რაღაცა პროგრამები მიფინანსებია. მე არ ვიყავ ვალდებული, ვთქვათ. თქვენ განუცხადეთ მანამდე, რომ მე ბატონო ზურაბ არ ვარ ვალდებული და ეს ყველაფერი გაითვალისწინეთ. თუ ახლა აცხადებთ პრეტენზიას? არა, განუცხადეთ კი არა, მე დოკუმენტაცია არსებობს თუ ზეპირ სიტყვიერი გარიგება იყო. რა თქმა უნდა, არის ეს დოკუმენტაცია? დოკუმენტაცია წარდგენილია სასამართლოში. აქ არის რამოდენიმე ტიპის ანკეტები, მხარდაჭერების შეგროვების თავისი, ვთქვათ, მოწმეებიც არის. რა თქმა უნდა, ხალხია, რომლებმაც ხელფასები მიიღეს ჩვენ უწყისებს ვაკეთებთ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აბა ამ ყველაფრის გარეშე ჩვენ სასამართლო ამ გადაწყვეტილებას დარწმუნებული ვიყავით, რომ ვერ მიიღებდა. ჩვენ ამ სარჩელში ყველა არგუმენტი მოვიყვანეთ, გარდა იმისა, ახლა ალბათ მაგას ბატონი ბესკი ისედაც ხედავს, თქვათ, რა მასალები გადიოდა ტელევიზიებში, რამდენი მოვალე ყავდა ხან ქუთაისში და ხან გორში და ეს არსებობს ფოტომასალა, არსებობს ვიდეო მასალა და ახლა თუ საჭირო იქნებოდა და თუ ზურაბ ნუღაიძე ამას გაასაჩივრებდა, ან კიდე შესაძლებელი შეიტა და დარწმუნებული ყოფილიყო, რომ მინიმუმ 100 კაცი მაინც დაესწრებოდა იმ პროცესს, სადაც თვითონ დარწმუნებული ვარ, ვერც გაბედავდა მოსვლას, როგორც დღეს ვერ მოვიდა მის წარმომადგენელი. თქვენ განაცხადეთ, რომ ჩვენ არ ვართ პოლიტიკური ჯგუფი, ჩვენ ვართ პოლიტიკური პარტია. რამდენიმე დღის წინ საქართველოში იყო საპროტესტო აქციები, თქვენ იცით რაზეა საუბარი და პოლიტიკური პარტიები, პოლიტიკური ჯგუფები, რაც გნებავთ ის დავარქვათ, მართავდნენ ამ საპროტესტო აქციებს. თქვენი პარტია, რომელიც აქ დაფიქსირდა უკვე, არ დაფიქსირდა არც დადებითად, არც უარყოფითად ამ, ასე ვთქვათ, მიტინგებზე, მაინტერესებს რა არის მიზეზი. ჩვენ პირველივე დღეს სხვათა შორის რამდენიმე ტელეკომპანიას ინტერვიუ მივეცი. ჩვენ პირველი დღიდანვე და მანამდეც ინტერნეტ საშუალებებში ჩვენ ინფორმაცია გავრცელებული იყო, რომ ჩვენ ვიღებდით მონაწილეობას ამ აქციებში, ვიღებდით მხოლოდ ერთი ფორმით. აი პირდაპირ ვიტყვი, ხა ძალიან ბევრი პარტია აცხადებდა, რომ ჩვენ იქ არ მივალთ პარტიის ლიდერები, მაგრამ დარწმუნებული იყავით, ის ადამიანები, ვინც ამას აცხადებდნენ, მათი წარმომადგენლები იყვნენ ამ აქციებში იღებდნენ მონაწილეობას. მათ შორის ჩვენი წარმომადგენლები, შეიძლება დიდი რაოდენობითაც ჩვენ ორგანიზებაში არ ვიღებდით მონაწილეობას, მაგრამ მე ჩავთვალე, რომ მართალი ვიქნებოდი, მანამ სანამ აქცია სანქციონირებული იყო, ჩვენი პარტია და ჩვენი პარტიის წარმომადგენლები მივდიოდით ვიდექით, უსმენდით გამოსვლებს და ვესწრებოდით და მონაწილეობას ვიღებდით ამ თუმცა ერთობაზე თქვენი მხრიდან არ ყოფილა საუბარი. არა, ჩვენი მხრიდან მსგავსი უბრალოდ სოლიდარობა გამოუცხადეთ, ხალხის რაღაცა პროტესტი იყო და ამ ყველაფრის გამო გეუბნებით, ჩემი პარტიის რაიონული ორგანიზაცია სახალხო კრება არ არის პოლიტიკური პარტია. სახალხო კრება იყო ის ჯგუფი, რომელშიც იყო პოლიტიკური პარტიების ძალიან ბევრი წარმომადგენელი. თუნდაც ის მაგალითიც საკმარისია, რომ ლეიბორისტი, ერთ-ერთი ლეიბორისტი გარდაიცვალა, თუმცა შალვა მათელაშვილი მე მგონი არ მონაწილეობდა, ხო ამ პროცესში. რამდენადაც ცნობილია არა და არც. ასევე იყო. სხვათა შორის რუიანის წარმომადგენლები ძალიან ბევრი ადამიანი, იმიტომ რომ ეს თბილისია. მაგრამ აქ არის სხვა მომენტზე, ბატონო სერგო, როდესაც დაუშვათ რიგითი წევრი მიდის აი ამ ასე ვთქვათ სანქცირებულ თუ არა სანქცირებულ მიტინგზე, ამას სხვა დატვირთვა გააჩნია ალბათ დამეთანხმებით. როდესაც პოლიტიკური პარტიის ლიდერი, მეორე პარტიის ლიდერს უცხადებს სოლიდარობას და ეუბნება, რომ მე შენთან ვარ გვერდით, ეს კიდევ უფრო სხვა მომენტია. აი გეტყვით ახლა რა, მე რომ არ ყოფილიყავი სიტყვაზე იმ ჩემი მეგობრების და ჩემი თანაპარტიელების გვერდით, ძალიან ბევრი მათგანი იქნებოდა იმ სიტუაციაში, როგორც აღმოჩნდა დიდი ნაწილი ზოგი საავადმყოფოში და ზოგი პოლიციის განყოფილებებში. როდესაც გამოცხადდა, რომ მიტინგის სანქცია ვადა გადიოდა 12 საათზე, სადღაცას 11 საათზე მე მივედი და ჩემი ყველა პარტიის წევრი გამოვიყვანა იქიდან.
გასაგებია. თქვენ ხართ ხელისუფლების ოპოზიციაში, ხომ ასია? დაასახელებდით თუ არა დღევანდელ გადაცემაში იმ პოლიტიკურ ჯგუფს, ან თუნდაც ერთ პარტიას, ვისთანაც ისურვებდით მომავალში თანამშრომლობას, პოლიტიკურ პარტნიორობას გნებავთ, ასეც დავსვათ კითხვას. იცით, რა შესაქმე არის რამოდენიმე პოლიტიკური პარტია, მაგრამ მე ერთ რამეს ვიტყვი. ჩვენ გქონდა რამოდენიმე პარტიასთან კონსულტაციები, მაგრამ მანამ სანამ ჩვენ პარტიას ეს პროცესები აქვს ზურაბ ნუღაიძეთან, მანამ სანამ ჩვენ პრობლემებს თვითონ არ მოვაგვარებთ, ვერავის ვერ მოვახო ამ პრობლემებს. აი მაგალითად ახლა დღეს მე გამოვდივარ და ზურაბ ნუღაიძესგან ვითხოვ თანხას, თქვათ ვითხოვ, სხვათა შორის ძალიან ბევრი მესამე სარჩელიც გვექნება საკმაოდ სოლიდურ თანხებს. ის პოლიტიკური პარტია, რომელიც ჩემთან იქნება სიტყვაზე ბლოკში რაღაცა ფორმით, თქვათ ურთიერთობაში რაღაცა მემორანდუმით კავშირში. ის ვალდებული უნდა იყოს, რომ თქვათ ჩემი პრობლემებიც გაიზიაროს და ჯერჯერობით მე ამ პროცესში ვერავის ვერ გავრო, მე სანამ ამ თავარი ამოცანა არის. თავარი ეს არის. რა თქმა უნდა, ეს თუ არ გადაწყდა ბატოშავა, შას არ არსებობს რომელიმე რაიონი ბოლომდე დაგვიდგეს და თუ ჩვენ ამორჩეველი არ გვეყოლება მარტო პოლიტიკურ პარტიას, ზურაბ ნუღაიძელის მიზანიც ეგ იყო და არაერთხელ უთქვამს. მოდი გავაკეთოთ ისეთი პარტია, როდესაც დაინახა რომ ფულის გადახდა არ უნდა იყოს პარტია და ესეთ ტერმინს ხმარობდა ტოჩოჩნი დარტყმები გავაკეთოთ ხელისუფლების საწინააღმდეგო. წერტილოვანი დარტყმები. აი მაგას გულისხმობდა. რა იყო ეს ტოჩოჩნი დარტყმები, რასაც ახლა პეტრე მამრაძე აკეთებს. სიტყვაზე გამოვადა ხელისუფლების საწინააღმდეგოდ არავითარი მოქმედება, უბრალოდ რაღაცა კონკრეტულ თემას რამოდენიმეჯერ რაღაც განათლების თემაში ეხება, რაღაცა ეკონომიკის რამოდენიმე საკითხს და ეგ არის მაგათი ტოჩოჩნი დარტყმები და პარტია პრაქტიკულად დაშალეს და პარტია არის ცოცხალი ორგანიზმი და შედგება ხალხისგან და თუ უნდოდა რომ ერთკაციანი და ორკაციანი პარტია ყოფილიყო, საერთოდ არ უნდა რეგისტრაციის ტოჩოჩნი დარტყმები, როგორც ადამიანური ჯგუფმა აკეთოს, არ აქვს პრობლემა. მე მაინტერესებს თქვენი პოლიტიკური ხედვა, მე მესმის რომ დღეს სიტყვაზე ეს გადატანითი მშრომლობით ვიძახი ამას რომ არ გსურთ რომელიმე პარტიასთან გაიგივება ან სიტყვაზე პარტნიორობაზე საუბარი, მაგრამ მაინტერესებს პოლიტიკური ხედვა როგორია. მეტნაკლებად ალბათ არ შევწდებით თუ ვიტყვით რომ საქართველოში გამოიკვეთა პოლიტიკური პლატფორმა, ვისაც სურს რომ პრორუსული ორიენტაციის იყოს და დავუშვათ დასავლური ორიენტაციის, არიან ნეიტრალური ასე ვთქვათ, პარტიები თითქოს ბატონი ვალერი კვარაცხელია, ნეიტრალური საქართველოს ლიდერი, რამდენიმე დღის წინ ისიც იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი, მაგრამ სახელწოდების გარდა შინაარსია ალბათ მთავარი. მე მაინტერესებს დღეს თქვენი პოლიტიკური პარტია რა პლატფორმაზე დგას, რა ხედვა, რა გზა. კი ბატონო, თქვენ იცით მე მგონი და ჩვენ არაერთხელ გაგვიცხადებია, ჩვენ ვზივართ მოლაპარაკების მაგიდასთან საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე, რომელიც გარკვეული პერიოდია ჩიხში შევიდა. ჩვენ პირდაპირ გეტყვით, რომ იქ არა ვართ რაღაც პოლიტიკური დეკორაცია, საკმაოდ აქტიურ მონაწილეობას ვიღებთ. ეხლა რამდენად მოსწონს ეს ხელისუფლებას და რუიანს და რამდენად არ მოსწონს, მაგრამ თქვენ მოგწონთ? ყოველ შემთხვევაში ჯერ მოლაპარაკებაში ჩვენ მხრიდან იყო ბევრი მცდელობა, რომ თქვათ არ შეიძლება იყოს მხოლოდ და მხოლოდ თქვათ რუიანის პროექტი მისაღები და შეიძლება გამოვიხილოთ სიტყვაზე თქვათ მრეწველების პროექტიც, თქვათ პრეზენტაცია გავაკეთებ, გვენახა იქნება უფრო უკეთესი რაღაცა შემოთავაზება იყო, მაგრამ რაც მთავარია ჩვენ რაც დავინახეთ იქ პირველივე დღიდანვე ჩანდა ერთი რაღაცა, რომ ის მოთხოვნები რაც დააყენა რუიანმა ხელისუფლებამ არც ერთ ნაწილში არ გაითვალისწინა. ესე იგი რა გამოდის? მაშინ თქვათ რომ შევედით ჩიხში. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს რომ მოლაპარაკება გრძელდება. ეს ალბათ აი როგორ არის თქვათ ბიომეტრიულ პასპორტებს რაც შეეხება ბიომეტრიულ პასპორტებზე ხელისუფლებამ წარმოადგინა კონკრეტული თავისი ხედვა და თქვა რომ ეს რომ მოვასწროთ არჩევნებამდე თანხობრივად გაწერილი აი ამდენი და ამდენი თანხა ჭირდება, რაც ბიუჯეტში არ აქვს. თუ თქვენ თქვათ მოიზიდავთ თანხებს, კი ბატონო, მზათა ვართ გავაკეთოთ ეს ყველა. ეს იყო პრაქტიკულად უარი, მაგრამ იქ მსხდომი პოლიტიკური პარტიებიდან არავინ არ თვლის, რომ ეს უარია, ეს პირდაპირ უარი. როდესაც ერთი მხარე არ მოდის, დაუშვათ რაღაცა შედეგი არ დგება ხომ ერთი მხრიდან, მაშინ მეორე მხარემ რაღაცა პროექტი უნდა წარადგინოს. რა თქმა უნდა. ალტერნატიული პროექტი თუნდაც თქვენ წარადგინეთ. რაში გამოიხატება? ალტერნატიული პროექტი გამოიხატება იმაში, რომ თქვათ არ კეთდებოდა ბიომეტრიული პასპორტები, ხო? ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და ფუნდამენტური პოლიტიკური პარტიებისთვის და მარჩევნების ნორმალურად ჩატარებისთვის იყო, რაც ყველას ჰქონდა პრეტენზია, ეს იყო სიები.
სიები დავიწყოთ და ვთქვათ, მე დანარჩენი ვთქვათ ის დეტალები, რომლებიც სიების გადამოწმებისთვის თუ გაიხსენებთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ ხელისუფლებამ ბიუჯეტიდან გამოყო თანხა და 12-მა კვალიფიციონმა პარტიამ თვალწინები მიიღო 100.000 და უნდა გადაემოწმებიათ და რაღაცა კეთდებოდა. გეხსოვებათ ხო რაღაცა დარღვევები. ჩვენ მაგალითად როგორც ზურაბ ნოღაიდელის კარდაკარის პროგრამა ფული არ გადაიხადა, მაგრამ სამუშაო შესულდა. ძალიან ბევრი დარღვევა ვნახეთ, ძალიან ბევრი უზუსტობები ვნახეთ სიაში. ხო შეიძლება რომ უკვე რაღა მაინც და მაინც არჩევნებამდე ერთი თვით ადრე. ეხლა დავიწყოთ პოლიტიკურმა პარტიებმა ამ სიების ნორმალურად ფორმირება და ეხლა მოვითხოვოთ, მაინც და მაინც ბიომეტრიული პასპორტებით ხო არ შეიძლება ამ ყველაფრის გაკეთა. გასაგებია. ჩვენი გადაცემისთვის უკვე განკუთვნილი დრო თქვენთან საუბარს გულისხმობ თავისთავად უკვე იწურება, თუმცა ერთი წუთი მინდა გაჩუქოთ იმისთვის, რომ მიმართოთ ზურაბ ნოღაიდელს პირდაპირ ეთერია და მაქსიმალურად მინდა რომ დაგაკავშიროთ, იქნებ შერიგდეთ მაინც. ზურაბ ნოღაიდელთან ერთადერთი რაც შეიძლება ვთქვა და მისთვის მინდა რომ ახლა ის ნათელი იყოს და ცალსახაა რომ ეს პროცესები რაც მის წინააღმდეგ მიმდინარეობს, მე არ მინდა რომ გადაიზარდოს თქვათ რაღაცა საახსრულებელს და თქვათ ძალადობის და კიდე აუქციონის დონეზე, მან კარგად უნდა იცოდეს და კარგად ესმის დარწმუნებული ვარ რომ ეს დავალიანება აქვს ხალხის მიმართ და თუ კი კეთილსინებებს და ითანამშრომლებს არ იქნება თქვათ ის პროცედურები, რასაც ახსულება ვიქნათ, არ იქა დაუყადაღოთ, არ იქა გაუყიდოთ 1 მილიონიანი და 2 მილიონი, უბრალოდ ამ თანხის გადახდა დაიწყოს და პრობლემა არ იქნება, მაგრამ ეს წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ და მე არც ამაქვს უფლება, არამედ ხალხის წინაშე პასუხს ვაგებ, მე ვარ სამართალმემკვიდრე ამ პარტიის და ვალდებულება აღებული მაქვს და ამ ხალხს უნდა გადაუხადო ეს ფული, რადაც არ უნდა დამეჩნდეს. ძალიან დიდი მადლობა, საინტერესო იყო თქვენთან საუბარი და იმ ფაქტების, ასე ვთქვათ, წამოწევა წინა პლანზე, თუ შეიძლება ასე ითქვას, რომელიც უკვე იხილა მეტნაკლებად და მოისმინა საზოგადოებამ თუ რაზე იყო საუბარი, ვიდრე დაგემშვიდობებით, საბოლოო ჯამში შევაფასოთ ამ დროისათვის რა შედეგი მივიღეთ კითხვასთან დაკავშირებით. არის თუ არა ნოღაიდელის სიძუნწე, მისი პოლიტიკური კრახის მიზეზი, 1104 სატელეფონო ზარი მივიღეთ, ყველას დიდი მადლობა აქტიურობისთვის, 61% მიიჩნევს, რომ დიახ, ეს ასეა, 37% უარყოფს ამ მოსაზრებას და 0.4% გამოირჩევა შუალედური პასუხით. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა, ერთმანეთს შევხვდებით იმედია უახლოეს მომავალში, დაპირება უნდა შეასრულოთ. გახსოვთ ხომ, რაზეა საუბარი? რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით პირდაპირ ეთერში.